უკვე კარგად ნაცნობი კანონი ფარა ქართულად ამოქმედებულია. ამიერიდან ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც რაიმე სახის დაფინანსებას იღებს უცხოეთის ქვეყნებიდან, პოტენციურ აგენტად აღიქმება. ხოლო ვისზე გავრცელდება კანონის ნორმები, ამას უკვე სახელმწიფო გადაწყვეტს. ქართული ოცნების მიერ ამერიკული კანონის ქართულ ანალოგად წოდებული ფარას სამიზნე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ნებისმიერი ორგანიზაცია, ფონდი თუ ფიზიკური პირია. შესაბამისად, ანტიკორუფციულმა ბიურომ შესაძლოა აგენტებად გამოაცხადოს ყველა, ვის საქმიანობასაც საეჭვოდ მიიჩნევს. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ კანონის ამოქმედებით სუვერენიტეტსა და მშვიდობას იცავენ. კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს, ხო? ვიცოდეთ, საიდან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ჩვენ ხო ვიცით, სად მიდიოდა ეს თანხები, რაში მიემართებოდა და ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს. აი ეს არის მარტივად მოცემულობა, ვერ შეძლეს ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურა, ის ადამიანები, ვინც მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა. ამ ქვეყანაში არავინ არ დახარჯოს თანხები იმისთვის, რომ მოაწყოს არეულობები, რევოლუციები და დააფინანსოს აქ სიძულვილის და შუღლის გაღვივება. ამიტომ ამ კანონის მნიშვნელობა იყო ძალიან დიდი. მიხარია, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ ეს მივიღეთ, თუმცა ამ წინააღმდეგობას ხედავთ ახლაც. უკვე მივეჩვიეთ თითქოს იმას, რომ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკოსები და რიგი წარმომადგენლები ევროპული ბიუროკრატიის საქართველოს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ჩვენთან მუშაობს უცხოური გავლენების წინააღმდეგ მოქმედი კანონმდებლობა, მაშინ როდესაც ისინი ძალიან კარგად იყენებენ აღნიშნულ კანონს. ამერიკული კანონის სახელით რუსული მიზნების კანონი. ასე აფასებენ ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა პარტიიდან იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც მათი თქმით განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორსა და მედიას, შემდეგ კი ინდივიდუალურ ფიზიკურ პირებს შეეხებათ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააქრობს. ოპოზიცია ქართულ ოცნებას პირველ რიგში საკუთარი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. ტყუილია, როდესაც ოცნება ამბობს, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფარას მიზანი ოცნების პირობებში არის გამჭვირვალობა, ეს არის ტყუილი. გამჭვირვალობა პირველ რიგში უნდა დაიწყოს საკუთარი თავით. ასეთ ქვეყანაში კორუფცია რო იქცა მართვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად, როდესაც ხვის გამჭვირვალობაზე საუბრობენ, უბრალოდ მინიმუმ მორალური უფლება არ აქვთ, ეს ერთი. მეორე ქვეყანაში, სადაც ფარა და ფარას მსგავსი კანონები მოქმედებენ, ოღონდ მოქმედებენ ობიექტურად და სამართლიანად იმ ქვეყნებში და იმ სახელმწიფოებში სანდრო გირგულიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს არ აქვს ჩაბარებული სასამართლო სისტემა. ზუსტი ანალოგი არ არის, მედიას ახრჩობენ, მედიას რასაც უკეთებენ და ეს რეგალიების დადება, ეთერში ის არ უნდა გავიდეს, ეს არ უნდა გავიდეს, შეიძლება მაუწყებლობის უფლება ჩამოართვან, 1000 სისულელე ეგ შეყრილი და ხა ნუ შეფუთავენ ამერიკის დროშით აი ამ რუსულ მარაზმს ეგრეთ წოდებული ფარას კანონის სახით. ეს არის ცალსახად რეპრესიებისგან მიმართული კანონი, საკუთარი დეკლარაციები გამოაქვეყნა, ის ქონება რა აქვს, როგორ აქვს, ამას უარ აკეთებს ხელისუფლება, ვის გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს. ხელისუფლება, რომელსაც არაფერი დარჩენია რეპრესიების, ძალადობის, საჯარო მოხელეების, სამსახურებიდან გათავისუფლების გარდა, აუცილებლად აგებს პასუხს, უნდა დაისაჯოს თითოეული ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც გასცემდა გათავისუფლების, სამსახურებიდან დევნის ბრძანებებს და აღასრულებდა მას. ფარას სისტემაში დაურეგისტრირებლობის ან კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევებში სასჯელი განსხვავებულია. ყველაზე მძიმე ფორმა 10,000 ლარის ოდენობით დაჯარიმება ან 5 წლიანი პატიმრობაა. ამ კანონის ამოქმედებას საქართველოს დემოკრატიული გზიდან გადახვევად მიიჩნევენ დასავლელი პარტნიორები. შეერთებული შტატები და ევროკავშირი კანონის გაუქმებას და საქართველოს კვლავ ევროპულ გზაზე დაბრუნებას მოითხოვენ. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.